პირველ რიგში თქმა უნდა ლატვიის თამაშები საუბრებ, რთულ თამაშველოდები, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ გვჭირდება ქულები, ამიტომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასიკეთოდ დამთავრდეს ჩვენთვის ხვალინდელი შეხვედრა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი გუნდისგან ველოდები იმას, რომ ჩვენ გვექნება პროგრესი პირველ რიგში თამაში, იმიტომ რომ ახალი შეკრებილები ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მომდევნო შეკრება იყოს იმაზე უფრო კარგი და იმაზე უფრო ძლიერი თამაში ხარისხი პირველ რიგში, რაც იყო პირველი თამაში, ამიტომ ამას ველოდები პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანი შეკრებაა ჩვენთვის ეს ოქტომბრის შეკრება. ამის შემდეგ უკვე წელს გვჭება 1 ნოემბრის შეკრება, სადაც უკვე ჯგუფის ლიდერებთან გვაქვს თამაში, ამიტომ ამ შეკრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რეალობა არის ის, რომ უკვე ამ შეკრების შემდეგ მალტის თამაშის დასრულების შემდეგ უკვე ჩვენ გვეცოდინება უკვე კონკრეტულად ის თუ სადა ვართ ამ მომენტში და უკვე თვალნათელი იქნება ის რეალობა, რომელშიც ვიქნებით, ამიტომ შესაბამისად უკვე კომენტარებიც გაკეთდება ჩემი მხრიდან და ესე ვიქნება შეფასება იმ ყველაფრის თუ რა როგორ და რანაირად არის. შეკრება ძალიან კარგად მიდის, გავიარეთ ტექნიკურად, ტაქტიკურად ყველაფერი. რაც ყველაზე მთავარი არის ტრავმა არ არის, ერთ-ერთი დანაკლისი არის სიგულ. გავიარეთ ჩვენი შეცდომები, რაც იყო წინა თამაში და ვეცდებით, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და დაწვიასთან აღარ დაუშვათ იგივე შეცდომები და ყველანი მობილიზებულები ვართ და კარგად ვართ მომზადებული ამ თამაშისთვის.